კომპანია HTC ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი smartphone-ების დიზაინით, რომელიც სხვა კომპანიის smartphone-ებს არასოდეს გავდა და ყოველთვის თავისებურად გამოირჩეოდა. ბოლო წლების განმავლობაში კომპანიამ ძალიან ბევრი მარცხი განიცადა. HTC M7-ის 4 მეგაპიქსელიანი კამერა დროთა განმავლობაში იწვებოდა და ვარდისფერ გამოსახულებას იღებდა. M9-ს კი ძალიან ცუდი კამერა ჰქონდა Apple-ისა და Samsung-ის ტოპ კამერა ფონებს შორის. მართალია, წინა წლის HTC 10 ძალიან კარგი smartphone გამოდგა საერთო ჯამში, თუმცა 2017 წელი კომპანიამ დაიწყო ძალიან საჭუჭმანო smartphone-ით, რომელიც ყველაზე ცუდად იყენებდა შიდა სივრცეს. Ultra საკმაოდ დიდ ფიზიკურ გაბარიტებში ფუნქციების და ტექნიკური მონაცემების უდიდესი ნაკლებობა ჰქონდა. თუმცა ამდენი ჩავარდნის შემდეგ HTC-მ როგორც იქნა გამოუშვა smartphone, რომელიც ნამდვილად შექმნილია კონკურენტებთან პირველობის ბრძოლისათვის და რაც მთავარია HTC-ის სახელის დაბრუნებისათვის. ეს არის HTC U11. გამარჯობა. ჩვენ უკვე ზუსტად 2017 წლის შუა ნაწილში ვართ. Გამოვიდა ძალიან ბევრი smartphone, რომელთაგანაც თითქმის ყველა თავისებურად გამოირჩევა. ზოგ smartphone-ს ორი კამერა აქვს, ზოგს გაწელილი ასპექტური ფარდობის მქონე უჩარჩო ეკრანი და ფუტურისტული დიზაინი. ზოგს მოდულარული აქსესუარები უერთდება, ან საერთოდაც მეორე ეკრანი აქვს. თითქოს ყოველ მათგანს თავისი ხრიკი ახასიათებს მომხმარებლის მოზიდვის, რადგანაც თუ კი ჯერაც არ შეგიმჩნევიათ, ყველა smartphone პორტატულ ჯიბის კომპიუტერს წააგავს და საჭიროა თითოეულ მათგანს ჰქონდეს ერთი ფუნქცია მაინც, რითიც ის გამოირჩევა სხვებისგან. უახლესი HTC U11 შემთხვევაში ეს არის smartphone-ის გვერდებში ჩაშენებული წნახის სენსორები, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას მოუჭიროთ smartphone-ის გვერდებს და ამით სხვადასხვა ქმედებები გამოვხორციელოთ. კომპანია ამ ფუნქციას HSense ეძახის და გვერდებზე მოჭერის შესაძლებელია კამერის ჩართვა, ხმოვანი ასისტენტის გამოძახება ან თუნდაც დიდხანს მოჭერის screenshot-ის გადაღება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავისუფლად რეგულირდება პარამეტრებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთხელ ან დიდხანს მოჭერაზე შეგვიძლია სხვადასხვა ქმედებები დავაყენოთ. HTC-ის ფლაგმანური M სერიის smartphone-ები ყოველთვის მეტალისგან იყო დამზადებული. იგრძნობოდა პრემიალური და რაც მთავარია მტკიცე. მართალია წელს პრემიაობის შეგრძნება არსად გაქრა, თუმცა სიმტკიცესთან შეიძლება ცოტა კითხვები დაისვას. ისევე როგორც ყველა სხვა კომპანიის ტრენდული ფლაგმანები, U11-იც დამზადებულია შუშისგან, თუმცა სხვებისგან განსხვავებით აქ ძალიან ლამაზი და შუქზე ცვალებადი ფერებია. ჩვენთან მოხდა smartphone-ის Amazing Silver ფერი, რომელიც ნაცრისფერ საერთოდ არ გავს. არამედ ეს უფრო მოურჯო მოცისფრო ფერია, რომელიც შუქზე სხვადასხვანაირად აღიქმება და ძალიან ლამაზად გამოიყურება. სამწუხაროდ ყველაფერს ვერ განახებთ, თუმცა სიტყვაზე უნდა დაგვიჯეროთ, რომ smartphone-ის ლურჯი, ნაცრისფერი და წითელი ფერი განსაკუთრებით ძალიან ლამაზია და დახრისას ფერებს იცვლის. Smartphone-ის გვერდით აკანტი ალუმინისგანაა დამზადებული, წინა მხარეს კი Gorilla Glass 5 3D შუშა არის, რომელიც გვერდებში Galaxy S8-ის მსგავსად მომრგვალებულია, თუმცა შუშის მოკეცილობას ეკრანი არ ყვება. ის ტრადიციულად სწორია. რადგანაც წინა მხარეზე დავიწყე საუბარი, აქ პატარა ჭრილში განთავსებულია სახლში დაბრუნების ღილაკი დამაული თითის ანაბეჭდის სენსორით, რომელიც სხვათა შორის ძალიან სწრაფია და ყოველთვის მუშაობს. გვერდებში სენსორული უკან დაბრუნების და გაშვებული აპლიკაციების ღილაკებია, თუმცა სამწუხაროდ HTC არ გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ ვირტუალურსა და ფიზიკურ ნავიგაციას შორის, ისევე როგორც Motorola, Huawei ან OnePlus-ი. წინ ასევე 5.5 ინჩიანი Quad HD რეზოლუციის LCD პანელია, რომელიც ფერებით და განათებით არც თუ ისე კაშკაშაა, როგორც OLED ტიპის პანელები, თუმცა მსაჯი ხოვადობასთან არანაირი პრობლემა შემქმნია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკრანის ასპექტური ფარდობა ტრადიციული 16:9-თან არის და აქვე შევხვდებით 18:9 უჩარჩოებასთან, ისევე როგორც Galaxy S8-ში ან LG G6-ში. თუმცა დადებითი მხრიდან ეს ისეთი ფარდობის ეკრანია, რომელიც კაცობრიობას უკვე 10 წრეულია, რაც გვიჭირავს და ეს სულაც არაა ცუდი. ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, smartphone მუშაობს Qualcomm-ის უახლეს Snapdragon 835 პროცესორზე. გააჩნია 4 GB ოპერატიული და 64 GB შიდა მეხსიერება microSD ბარათის მხარდაჭერით. აღსანიშნავია ისიც, რომ მოწყობილობის კორპუსზე სამწუხაროდ ვერსად იპოვეთ ყურსასმელების შესაერთებელ ჯეკს. ეს იმიტომ, რომ HTC-მ მასზე უარი თქვა და მის სანაცვლოდ კომპლექტაციაში გვთავაზობს Type-C ყურსასმელებს, რომლებსაც კომპანია Usonics უწოდებს. Hello darkness, my old friend. I've come to talk with you again. Because a vision softly creeping. ყურსასმენები ულტრახმოვანი ლოკატორი ტექნოლოგიის წყალობით აგეგმარებენ ყურის შიდა აგებულებას და გვთავაზობენ საუკეთესო ხმოვან სისტემას. გავტესტე და შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ხმა ნამდვილად კარგია, თუმცა რეკლამების ბუმის კვალობაზე უფრო მეც ველოდი. კარგი ხმა smartphone-ის გარე დინამიკებსაც ეხება, რადგან აქ ისინი სტერეოა და საკმაოდ ხმა მაღალი. ოპერაციული სისტემის მხრივ აქ უახლესი Android 7.1.1 ნუ გააყენია, რომელსაც ზემოდან HTC Sense ინტერფეისი ახლავს. სხვა კომპანიების დამატებული ინტერფეისებისგან განსხვავებით, Sense ბოლო დროს ძალიან დახვეწილი და
სუფთა Android-თან მაქსიმალურად მიახლოვებული გახდა. რაც მთავარია, აქ ვერ ვიხილავთ დუპლიკატ აპლიკაციებს, თუნდაც როგორც Samsung-ის TouchWiz-ზე შეგვხვდება, სადაც ორი გალერეა, ორი ბრაუზერი, ორი კალენდარი და თითქმის ყველაფერი ორ-ორი აყენია. HTC დუპლიკატებისგან ჯერ კიდევ წინამორბედ HTC 10-ში თქვა უარი. შედეგად კალენდარი, გალერეა, ბრაუზერი და სხვა აპლიკაციები Google-ისაა, რაც უდავოდ ძალიან კარგია. Q11 3000 mAh-იანი ბატარეა აქვს და მისი ხანგრძლივობა ფლაგმანური smartphone-ისთვის სხვა შორის ძალიან კარგია. უფრო სუსტად კი smartphone თავისუფლად მიძლებდა 1 სრულ დღეს, ეკრანის აქტივობის დაახლოებით 5-6 საათით. ხანდახან 7-საც მიძლებდა, რაც უდავოდ ძალიან კარგი და მოულოდნელია. Smartphone-ს ასევე რა თქმა უნდა სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვს და დაახლოებით საათნახევარში 0-დან 100%-ამდე ადის. წინა წლებში კამერის სერიოზული ჩავარდნების შემდეგ წელს HTC ძალიან დიდ სანაძლეოს დებს Q11-ის კამერაზე, რომელმაც DxOS ტესტირებაში ყველაზე მაღალი 90 QA აიღო და გადაუსწრო 2016 წლის საუკეთესო კამერა ფონს 99 ქულის მქონე Google-ის Pixel-ს, რომელიც სხვა შორის თვით HTC-ის მიერ იყო აწყობილი. კამერის ტექნიკურ მონაცემებს რომ გადავხედოთ, აქ მოთავსებულია 12 მეგაპიქსელიანი სენსორი, f1.7 აპერტურითა და dual pixel ავტოფოკუსური სისტემით, რომელიც ასევე აღჭურვილია ოპტიკური სტაბილიზაციით. Pixel-თან შედარებაში კამერა კიდევ უფრო სწრაფად ფოკუსირდება dual pixel-ის წყალობით. ფოტოები კი თითქმის პიქსელის დონეზე გამოდის. დინამიური დიაპაზონი მაღალია, კონტრასტი და დეტალიზაცია კარგი, თუმცა ხშირ შემთხვევაში დაბალი განათებისას გრეინი შეინიშნება. HDR რეჟიმი კი პიქსელის HDR+-თან ახლოსაც კი ვერ მივა. ის ძალიან აგრესიულია და ხშირ შემთხვევაში თეთრ არტეფაქტებსაც აჩენს. კამერა ძალიან კარგია და 90 QA-ს ნამდვილად ამართლებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ Google-ის HDR+ აქ ძალიან დამაკლდა. საბოლოო ჯამში U11 ძალიან კარგი smartphone-ია პრემიუმ კლასისა და ფასის კატეგორიაში, სადაც კომპანიები ხშირად ინოვატორობენ და სიახლეებს გვთავაზობენ. ამ შემთხვევაში ეს არის პირველი smartphone, რომლის გვერდები მოჭერაზე მგრძნობიარეა, თუმცა ეს ძირითადად მარკეტინგულ ფუნქციონალური ხრიკია სხვებისგან გამოსარჩევად. ამჟამად ფუნქცია არც თუ ისე ფართოა და მომხმარებლისთვის დიდად სარგებლიანი არ არის, თუმცა პოტენციალი და გასაქანი ნამდვილად აქვს. ვინაიდან როგორც საბოლოო ჭორებიდან ვიცით, Google-ის Pixel 2-ს ზუსტად იგივე გვერდებზე მომჭერი ტექნოლოგია ექნება. ამჯერად კი სულ ეს იყო. როგორც ყოველთვის თუ კი მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და მეტი ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი. ასევე დაალაიქეთ ჩვენი Facebook გვერდი, შემოგვერთით ჯგუფში და ჩვენს Instagram-ზე. ყველაფრის ლინკი, მათ შორის U11-ით გადაღებული ფოტოები, რა თქმა უნდა, აღწერაში იქნება. ამჯერად კი მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.